ძველი აღთქმის აი ამ წიგნებით. ამ თარგმანს ეწოდა სეპტუაგინტა. შემდეგ ითარგმნა ლათინურ ენაზე ძველი აღთქმის წიგნები, რომელსაც ეწოდა ვულგატა. მასში შევიდა უკვე ახალი აღთქმის წიგნებიც ამასთან ერთად. ძველი და ახალი აღთქმა მოწმობს ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ სწავლებას. ის სრულ თანხმობაშია. წმინდა ომები ესე ამბობენ, რომ ძველი აღთქმა ახალმა აღთქმამ სრულხო. კი არ შეცვალა, ანუ უარყო, არამედ სრულხო. რაბინებმა და ეს ხდებოდა უკვე ქრისტეს შემდგომ პერიოდში დაამახინჯეს ძველი აღთქმის წიგნი და ესე მიაწოდეს ებრაელ ხალხს. და იცვლებოდა ის საუკუნეების მანძილზე, ისე რასაც დღეს აკეთებენ რასელისტები, ეგრეთ წოდებული ეღოველები. ადრე ისინი დადიოდნენ ჩვეულებრივად ახალი აღთქმის წიგნებით, ბიბლიით და დღეს აქვთ აბსოლუტურად სხვა წიგნი. იმიტომ რომ ძველი და ახალი აღთქმა ეწინააღმდეგებოდა მათ მოძღვრებას. აი ამიტომ გააკეთეს რაბინებმა სწორედ და შეცვალეს ძველი აღთქმის წიგნი. ეს რომ გაიგო, უნდა წაიკითხო. უნდა განათლება და ცოდნა გქონდეს. ნებისმიერი რელიგიური დღესასწაული იუდაისტური ხას უსვავს იესო ქრისტეს ღალატს, უარყოფას. ამიტომ არის ჩვენთვის მათი დღესასწაულები მიუღებელი. თუმცა ჩვენ არასდროს არ შევარდნილვართ სინაგოგაში ან სადმე მათ შესაძლებელში, მაგრამ როცა ამას გვიკეთებენ თავიანთი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას, სადაც უეჭველად და უცილობლად იესო ქრისტეს უარყოფა, რაც არ უნდა თქვან ახლა რომ თითქოს ეს ოჯახური ბედნიერების და ხვალ ბარაქის დღესასწაულია და ასე შემდეგ, ეს არის ტყუილი. ნებისმიერი იუდაური დღესასწაული აღნიშნავს ერთ ფაქტს, რომ მესია ჯერ არ მოსულა. მესიას ელოდებიან ისინი. და როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ის მესია იქნება ანტიქრისტე მათთვის. ჩვენ მარტო ებრაელ ხალხს კი არა, პირველ რიგში პატივს ვცემთ და მივაგებთ პატივს იმ დიდწმინდანებს, რომლებიც იესო ქრისტეს შესახებ და ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ გადაგებდნენ. რომ ვთქვათ, თუნდაც ძველი აღთქმის მართლები. ავიღოთ ელია და ენოქი, რომელიც ზეახტაცებულები არიან. მათ ჯერ სიკვდილი არ განუცდიათ. ისინი მოვლენ ანტიქრისტეს გამოჩენის პერიოდში და იქ ადაგებენ ჭეშმარიტი ღმერთის იესო ქრისტეს შესახებ. და ამის შემდეგ 3 წელიწადნახევარი გაგრძელდება ეს გადაგება და ამის შემდეგ მოკლავენ მათ. და ამის შემდეგ იქნება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომლითაც მიწიერი ცხოვრება დასრულდება. ასეთია ბიბლიის სწავლება. რაღაცა ელემენტარულ დონეზე უნდა გქონდეს განათლება, რომ ეს ყველაფერი ვიცოდეთ და შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ არ დაანთო ის სამთელი და მოუწოდებდნენ პრეზიდენტს სიყვარულით, მე ალბათ დამეთანხმებით და დამერწმუნებით ყველა იმაში, რომ იქ ერთი ზედმეტი სიტყვა არ ყოფილა. შეურაცხყოფელია, სიყვარულით იყო ეს მიდგომა. თხოვდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა. ჩვენთვის უცხოა ეს ექსტრემიზმი და მით უფრო რელიგიური ექსტრემიზმი. და ის ტელიარხები, რომლებიც აშუქებენ ამ მოვლენებს ტენდენციურად, მე მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო ეს ფაქტი, რომ დაფიქრდნენ, რას აკეთებენ. რაღაც ელემენტარული ხო უნდა
კულტურა, ელემენტარული კულტურა უნდა გქონდეს, როცა გამოდიხარ და მღვდელზე და მით უფრო პატრიარქზე საუბრობ. მე საუბარი მაქვს ერთ-ერთ ქალბატონზე, კერძოდ გვარად კორძაია. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ისიც არის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, საერთოდ უნდა თქვათ პირდაპირ, რომ რასაც აკეთებდა თავისუფლების ინსტიტუტი საქართველოში, იმას აკეთებს დღეს რესპუბლიკური პარტია და ეს უკვე რეგიონალურ მოწყობის თემას ეხება, მისი გამოსვლა კორძაიასი. პატრიარქს მანდატი ხომ არ მივანიჭოთ. უკვე ასეთი ტონით გამოდის ეს ქალბატონი. და რატომ პატრიარქმა ითხოვა ხელისუფლებისგან, რომ ცოტა ხანი კიდევ თავი შეეკავებინათ, კარგად განეხილათ ეს საკითხი. იმიტომ რომ ჩვენ შევისწავლეთ ეს თემა. მათ შორის ახლა უწმინდესზე მეტი ერუდიცია გამოცდილება თუ სიბრძნე, რომელ ბატონსა, ქალბატონსა აქვს მათ შორის, ვინც დღეს საქართველოს განაგებს ალბათ დაფიქსდნენ ელემენტარულად. და რეგიონალური მოწყობა საქართველოსთვის იქნება დამბულყველი. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ახალქალაქში სომეხი მმართველი იქნება. იქ რამე ქართული საქმე ანკეტდება დღეს და როცა ამას შენ ოფიციალურად აკანონებ, ეს კუთხე ხო დაკარგული გაქვს. ამაზეა საუბარი. ამაზეა საუბარი, პატრიარქი ეუბნება დააფიქსდით რას აკეთებთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ევროკავშირის დაკვეთა. ყველაფერი ვიცით. მაგრამ ამაზე ხმა ვინ უნდა ამოიღოს? საზოგადოებამ უნდა ამოიღოს. როცა საზოგადოება დუმს, ჩვენ ხვდებით იძულებულები, რომ ამაზე რეაგირება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანაა. მართალია მე სასულიერო პირი ვარ, მაგრამ აი ხატი ევდემოს კათოლიკოსის და როსტომ ხანის. ეს ფრესკა შემთხვევით არ არის ამ ტაძარში, მე დიდი სურვილი მქონდა, რომ ასახულიყო ეს ფრესკა. შენ ქართველების მამა კი არა, მამინაცვალი ხარ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი როსტომ ხანს ასე მიმართავდა მოღალატე მეფეს ქვეყნისას. ევდემოს კათოლიკოსი წმინდანია. როსტომ ხანი შავი ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აი ეს მინდოდა მე თქვა. შევეცადე მაქსიმალურად, რომ გადმომეცვა, თუმცა ეს იმდენად ვრცელი საკითხებია, რომ ესე უნებრივია, რომ 5-10 წუთში ვერ ჩავეტევით და ვერ გადმოგცეთ. თუ დამატებითი კითხვები თქვენ გექნებათ, შეიძლება რომ მე კერძო საუბრებში ვისაუბროთ. მერთმა დაგლოცოთ და გაგვუთოთ.